Всегда быть в постели. და Это не მშობლებო, родители. ნუ ანებიურებ ჩვილებს. Не балуйте, пожалуйста, своих детей. ესმენთ? ნუ ეხმარები შვილს იმაში, Не помогай ребенку в том, რომ რაც მას უნდა ის შეუძინო. чтобы дать ему то, что он хочет, чтобы все Es приобрести, გააფუჭებს что он მას. желает. Это его испортит. ო, ბოლო მოდილის ტელეფონი მინდა, Я хочу телефон последней модели. ამენ. ყველაზე საუკეთესო ტანსაცმელი, Самую лучшую одежду. ყველაზე კარგი კომპიუტერი მინდა. Самую лучшую. ნიყიდე დედიკო. Мама, არ გავაკეთებ. я не сделаю. შვილს მოეხმარე რომ ისწავლოს. Помоги ребенку выучиться. ამენ, რომ ისწავლოს. Да, чтобы он учился. ამენ. განათლება რომ მიიღოს. Чтобы он имел просвещение. და ყველაზე მეტი ინვესტიცია ამაში ჩადე. Потому что самую большую инвестицию влагай в это. ამენ. ნახეთ ერთი სურათი გვაქვს თვითონ, საინტერესო. Одна такая есть картина. ნახეთ. რამდენი სახსრებია საჭირო იმისთვის რომ ბავშვი მიიყვანო განათლებამდე, განათლებულობამდე. Сколько нужно средств, чтобы вот ребенку дать, ну, привести его в это образование. არა იმაში რომ რით შეეჯიბროს მის მეზობელს რომ მასაც აქვს რაღაც კარგი ნივთი. А не то, что сравниться со сверстниками, соседями, что мой ребенок тоже хорошо одет, Amen. и там у него что-то есть. გესმით მეგობრებო? Понимаете, друзья? აზიარე უფალს ბავშვი პატარა ასაკიდანვე. С малого возраста. ბიბლია შეაყვარე. Да, знакомый его с Господом. შემსრულებელი რო Библию, გახდეს. что он мог исполнять Божье ისწავლოს პატარა ასაკიდან ყველაფერი. Что с детства он был научен როგორ этим იყოს навыкам, მიტევებელი, как прощать, როგორ იყოს დამხმარე, как быть помощником. თუნდაც მისი ხურდები Вот даже его мелочи. იმ პატარა წილშიც ასწავლე რომ გამცემი იყოს. Да научи его, чтобы он мог быть ანგარიშვალდებულება ასწავლე ბავშვებს. Тогда, чтобы он сказал, დასაჯე, გაწვრთენი, да ты тоже тренируй გალახე, წკეპლი მოსცხე, это. არ მოკვდება ნუ გეშინია. Наказывай ребенка. Не бойся, он не умрет. ამენ. Амен. და მე უკვე რომ დაბერდება შენ შვიდი და თავისუფალი იქნები რომ ის გზას არ გადაუხვევს. Да, и когда ты состоишься, знаешь, что он уже наставлен, и он уже с пути не свернет, и ты уже спокойно будешь. ჰალელუია. Аллилуйя. კარგით, მოდით წავიდეთ დასასრულისკენ ძვირფასებო. Давайте. ბევრი შეიძლება ამ ყველაფერზე Очень много საუბარი. говорить можно, но я хочу уже подойти к концу. ყველაფერი აკეთე არა სანაცვლეოს ლოდინში, არამედ მადლიერებით. Да все, что ты делаешь другим, делай не то, что что-то ожидать от человека, а просто с благодарностью. ამენ ძვირფასებო. Амен, друзья. გახსოვს რაში დახმარებია იესო? Помнишь, в чем помог тебе Иисус? ამიტომ ძალიან ბევრი, როდესაც უმადურობას ამჟღავნებს. Многие, которые проявляют неблагодарность, იცით რა არის ეს? знаете, что это? აღარ ახსოვს რაში დაეხმარა იესო. Они не помнят, в чем им помог Господь. ამენ. ამიტომ თუ შენ გახსოვს რაში დაგეხმარა იესო, Если ты помнишь, в чем помог тебе Господь, არასოდეს არ დაიწოწონებ. ты никогда не будешь თუ ропотать. წოწუნა ხარ, Если ты ропотник, აი ყველაზე მეტად ვისი გალახვა მინდა. вот кого я больше хотел бы сейчас набить, как бы, да? ამენ, ვინც წოწუნაა, Вот ропотников. ვინც უმადურია და უკმაყოფილო. Кто такой вечно недовольный и неблагодарный? უნდა მოვძებნო ბიბლიაში ადგილი, რომ მაქვს უფლება, რომ გავლახო ვინც წოწუნაა. И я хочу найти вот такое предложение в Библии, где можно сказать, что ропотникам, ну, можно наказать русское, да, все. გესმე ძვირფასებო. ღმერთს არ უყვარს წოწუნა ადამიანი. Бог не любит вот ропотников. იყავი მადლიერი, Будь благодарный. ყოველთვის მადლიერი. Будь всегда შეწყვეტე благодарный. სხვისი критика. Прекрати критиковать других. ეს უმადურობაა და უკმაყოფილებაა. Это тоже ропот и недовольство. ამენ, იმიტომ რომ იესოს უნდა და მან იცის რომ დაგეხმაროს. Бог знает время, когда... ებრაელების მე-12 თავში. Евреям 12 глава. რადგან რაკი თვითონ ეტანჯა და გამოიცა და განსაცდელში მყოფთა დახმარებაც შეუძლია. Так как он сам страдал и был испытан во всем, он также может страдающим помочь. ჰალელუია. ძვირფასებო. იცით? გინდა კიდე ერთი კარგი გამოცხადება. Хотите еще ვის უნდა აბა? откровение? Кто хочет უფალს услышать? აუწიეთ ხელი და უთხრათ მე მინდა. Господа, скажи, я хочу Господь, дай мне откровение. კეთილ სამარიტელზე წაგიკითხავთ? Вы читали о добром самарянине? რა ერქვა კეთილ სამარიტელს? А как его звали доброго самарянина, знаете? არ წერია სახელი. И там нет его имени. რატო არ წერია, იცით? Знаете, почему нет имени доброго ღმერთ самарянина? შენი სახელის ჩაწერა უნდა. Потому что Бог хотел записать твое имя вместо Amen. тебя. ღმერთს უნდა რომ შენ მოგიხსენიოს, რომ შენ ხარ ის კეთილი Он хочет სამარიტელი. сказать, что ты добрый самарянин.
Аллилуйя. გინდა? Хочешь? დაეხმარე სხვას. Помогай другим. დაეხმარე სხვას. Помогай другим. იცი რამდენია დავარდნილი? რამდენია დაცემული? Да, знаете, сколько упавших? რამდენია თავისიანების მიერ გათელილი? Да много доброшены своими, очень много, Аминь. которые свои же растоптали. ის რელიგია, რომელსაც ეხმარებოდა, ისევ იმან გადაუარა ზეთ და არ დაეხმარა. Религия, которой он помогал, эта религия прошла мимо, и она как бы на него еще наступила. ის სამსახური, სადაც მსახურობდა, ეს კოლექტივი არ დაეხმარა და გვერდი აუარა. Сотрудники, где он работал, она не помогла, она наоборот еще прошлась по нем. და ვისგანაც არ ელოდნენ ის გაჩერდა. И кого не ожидали, от кого не ожидали, он остановился. ჩვენსგან არ ელოდებიან არაფერს ეს თუთი სოფელი ძვირფასება. Мир от нас ничего не ჩვენ ожидает. ჩარეცხილები ვართ მათთვის. Потому что для них мы как бы уже, ну, не знаю. მაგრამ დადგება დრო და ღმერთი ჩვენ გამოგვიყენებს რომ მათ დავეხმაროთ. И будет время, когда Бог будет использовать нас для помощи этого мира. для ამენ. этих მაგრამ людей. შენ უნდა იყო ამ გუნდში. Ну тут должен быть в этой команде. მე ვამზადებ ქადაგებას გუნდურ მუშაობაზე. Я готовлю пробовать о командной работе, о Аминь. совместной работе. ამიტომ ღმერთს უნდა რომ ჩვენ გამოგვიყენოს და იყავი ამისთვის მომზადებული. Бог хочет использовать нас, будь подготовленным. დაეხმარე ლოცვით, საქმით. სიყვარული მარტო სიტყვა არ არის, ეს მოქმედებაც არის ვიფასო. Потому что любовь это не только слова, это действие. Помогай молиться, помогай поддержкой. ვინც უფლის ტვირთს ეზიდება, შეეხიდე და დაეხმარე ამ ტვირთის ზიდვაში. Кто несет бремя Господня, помогай этим людям нести это бремя вместе с ним. მე მინდა ესაიას 51 თავიდან 3 მუხლი წაგიკითხო. Я хочу читать с Исаии 3 стиха. მე-6 მუხლი ესაიას 51. Это 41, 6, 10, 13. მე-6 მუხლი. 6 стих. თითოეული თავის მოყვას ეხმარება და ეუბნება თავის ძმას. გამაგრდი, Каждый помогает своему личному брату. Укрепись. გამხნევეთ ერთმანეთი. Пожалуйста, утешайте друг друга. Аминь. Помогайте Гахневет. друг другу. ყოველთვის გამხნევე და უთხარი. Помогайте друг другу. შენ ყოჩახ. И скажи, ты молодец. ამენ. ვინმეს დაურეკე და უთხარი ყოჩახში როგორ ირჯები ეკლესიისთვის. Посмотри, кого-то скажи. Ты молодец, как ты стараешься для церкви. ჰალელუია. კარგი სიტყვა ირჯები, გარჯა. Хорошо слово старайся. ამ კუთხეში რომ ამბობენ რაიჯები. გაიგონიათ? აქედან არის ვიფასებო. შემოკლებულია. როგორ უნდა ირჯებოდე. Это слово, что ты ჰალელუია. старайся, выходишь из себя, чтобы для Бога служить. ანუ რას აკეთებ კი არ უნდა ყოჩახ რომ შენ ამას აკეთებ. მადლობა რომ ეს ირჯები ამის. ჰალელუია. შემდეგი, მე-10 მუხლი. ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ. Не бойся, ибо я с тобой. ნუ გეშინია. Не бойся. ამენ. ნუ ფთხი, Не страшись. რადგან შენი ღმერთი ვარ. Потому что я Бог. განგამტკიცებ, Я укреплю тебя. შეგეწევი Помогу тебе. და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით. И своей десницей я буду поддерживать тебя. ჰალელუია. უთხარი ეს ადამიანს. Скажи это შენ человеку. ღმერთისთვის აკეთე ყველაფერი. Все ты делай для და Господа. ღმერთს არ დავიწყები ხარ. Бог не забыл тебя. Аминь. ო, ღმერთო მე რაღაც საჭიროება მაქვს. Скажи, Господь, а у Да меня я ж могу нужда геть есть. Идеал скажет тебе. რა ის მსახურებაა კაცო? Какой служение? შენ დაგივიწყე ღმერთმა. Да Бог Мя. Бог забыл Винаха. тебя. Кто ты? რას ვის უსმენ? Кого ты слушаешь? ვის სიტყვას დაუჯერებ? Чьим словам поверишь? ვის დაუჯერებ? Чьим словам поверишь ты? ნუ ფთხი, ნუ გაშინია. შენთან ვარ, გაგამტკიცებ, შეგეწევი. Не бойся, я с ხარს тобой. დაგიჭერ. Я помогу ჩემი тебе. სიმართლის მარჯვენით. И моя правая рука თავად будет. ღმერთი მოგცემს თავის მარჯვენას. Даст тебе свою правую რომ руку. დაგეხმაროს. Что помочь. ჰალელუია ჩვენს უფალს. Аллилуйя Господу. დიდება ჩვენს Аллилуйя უფალს. Господу. ამენ. ო, კარგია, გაიღვიძე. Как хорошо, что вы проснулись. და მე-13 მუხლი. И 13. რადგან მე უფალი, Ибо я Господь. შენი ღმერთი, Твой Бог. შენი მარჯვენის დამკვირვებელი გეუბნები. Тот, кто поддерживает твою правую ნუ руку. გეშინია. Не бойся. მე შეგეწევი. Я помогу. ნუ ელოდები იმეს ვიღაცისგან. Не ожидай ო, ვიღაცა მოვა. от кого-то помощь. ო, არ დამეხმარენ. Мне не помогли. ყველამ რომ მიგატოვოს. Если все оставят тебя, უფალმა იცის დრო. Господь знает ის მოვა და время. ამას Он გააკეთა. придет и поможет მაგრამ тебе. მანამდე ეს დრო ასე პირდაპირ არ გაატარო. Ты тоже это время просто ждать так вот. დაეხმარე. Помоги. სხვას დაეხმარე. Помоги другим. სხვის სამსახურში იყავი. Служи სხვა другим. გაამხნევე. Других ამი დაურეკე, აიღე ყურნი და დაურეკე ვინმეს. როგორ ხარ? Это, მიყვარ ხარ მე შენ? да позвони, скажи, как ты, я люблю тебя. ამენ.
Amen. ქება უფალს. Хвала Господу. მარინას დაურეკე და უთხარი ყოჩახშე. Скажи, Марине, ეთერის დაურეკე. ყოჩახშე. მაგარი ხარ. რიტას დაურეკე და უთხარი, "ჰო, ჰალელუია, მიყვარხარ." გამხნევე. ამენ. აი რა არის შენი პრინციპი? вот это твой принцип. რომ ამ ლოდინში დრო ტყუილად არ დაკარგო. Чтобы, მაქსიმალურად გამოიყენე ის. ожидание не трать время, просто Абсолютно максимально максимально. Используй это время, ნახეთ, это ожидание. ჩარლს სპერჯენი რას ამბობს ვირფასებო? Чтобы час скажи. ისე არც ერთი ცოდვა არ უშლის ხელს ადამიანს მივიდეს ქრისტესთან, როგორც ადამიანის თვით სამართლიანობა, სამოправედность. Да никакой грех не мешает человеку быть Богу, как самоправедность. ამენ. აი რატომ არ მოდის პასუხი და დახმარება? Почему не приходит помощь или ответ? მე რაც უშლის ხელს ადამიანს. Это то, что я, самоправедность. იცი რამდენჯერ გითხრავს რომ უნდა გამოვსწორდე და შევიცვალო? Ну, как это, что я должен და исправиться? კიდევ იგივე. И вновь კიდევ то იგივე. же самое, то же самое. ამიტომ რომ იმეც სამყარებს შენს თავზე და ამას მე გავაკეთებ. Потому что ты надеешься на себя и говоришь, აი ამაში ღმერთო მომეხმარე. я это сделаю сам, а здесь არა, უნდა უთხრა უფალს. помоги, скажи, მე არაფერი არ შემიძლია я უშენო. ничего не могу без тебя. 100% შენ უნდა დამეხმარო. 100% помоги мне. ამენ. როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი. Когда я немощен, я ო силен. არ შემიძლია დავიღალე. Я устал, я изнемогаю. აბა თუ შეგიძლია ღმერთი რა გინდა? Если ты можешь, тогда Бог тебе зачем нужен? ა? Ну зачем тебе? ამიტომ უთხარი ღმერთო არ შემიძლია უშენო. Скажи, Господь, без тебя я не могу. ამიტომ უნდა მომეხმარო გთხოვ. Ты должен мне помочь, помоги, пожалуйста. ჰალელუია ძვირფასებო. იცით, ცოლ-ქმარი ესენი თანაშემწეები ვერ არიან. ცოლი ოფიციალური თანაშემწეა ქმრის. Да, супруги, они помощники друг другу. Супруга, она официальная помощница для мужа. ამენ ძვირფასებო. ცოლი თანაშემწეა. Супруга, она помощница. ამენ. ცოლი არ არის ქმრის თავი. Жена не глава для мужа. არ გადაწყვიტოს, არ მიიღოს ცოლმა аранაირი გადაწყვეტილება ქმრის გარეშე. Да, пускай жены не принимают решения вместо мужа. Никакое. შეიძლება ჩანს რომ რაღაც უფრო ჭკვიანურს ამბობს, И как будто жена говорит что-то умнее, чем муж может. მაგრამ ღმერთი არ აკუთხებს ამ პრინციპს, გესმით? Но Бог не благословит этот принцип. ჰალელუია. მე აქვს საუბარი მაქვს თუ ორივე მორწმუნეა. Я говорю о том, если супруги верующие. თუ ქმარი ლოთია და ქურდია, აქ სხვა საუბარია მაშინ. Да, გასაკეთებელი. если муж пьяница или вор. მაგრამ მორწმუნეებში თავი ღებულობს გადაწყვეტილებას. Ну, верующих голова принимает ოჯახი თუ решение. გინდა იყოს კურთხეული, Если ты хочешь, чтобы семья была მაშინ благословлена, თავმა უნდა მიიღოს, კაცმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ძვირფასო. то пусть голова принимает решение. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქმარი იქ რაღაც ესეთი ისა, ტირანი და ცოლი დარბის იქ რაღაც მოსამსახური. Это значит, что муж тиран в этом случае, а жена как прислуга бегает туда-сюда. ცოლი თანაშემწეა. Нет, жена она помощница. ამენ და მიაქცია მას ყურადღება, Обращай на это რომ внимание. აკურთხოს შენი ოჯახი ღმერთმა. Что Бог благословит твою семью. ქმარმა უნდა გააკეთოს ეს. Муж должен принимать აი решение. ამიტომ ამბობს უფალი საბოლოოდ, სამომავლოდ, И потому Бог говорит в конце. ურწმუნოს არ გაყვე. Да потому не выходи за неверующим. მიყვებიან ურწმუნოს Да люди выходят за და მე неверующим. უწევთ ცოლებს გადაწყვეტილებების მიღება. Выходят. გადაწყვეტილების მიღება ცოლს უწევს Да, ესეც. и в этом случае тогда жена должна принимать решение. არა ძვირფასო. Не, дорогие. მორწმუნე წყვილი, მორწმუნე ოჯახი, მორწმუნე კავშირი. Да, верующий союз, верующая муж с женой. რომ ღმერთის გეგმით გაგრძელდეს ყველაფერი. Чтобы по Божьим планам их семья шла. და სულიწმინდა ეს არის ჩვენი თანაშემწე И ძვირფასო. Дух Святой это наш помощник. სულიწმინდა შენს ნაცვლად ვერ იქნება ერთგული, Дух Святой вместо тебя не будет верным. მაგრამ ოდესაც შენ ეცდები იყო ერთგული, Когда ты пытаешься быть верным, მიუხედავად ხელის შეშლისა, у тебя много проблем, и тебе мешают. ის И მაშინ არის შენი в этом თანაშემწე. случае Дух Святой укрепляет. ამენ. Покрепляет, თავდაბალი сберет. გავიწროვებენ. Да тебя унижают. ყველა გთხოვს სამაგიეროს Да გადახდა. тебе говорят, что ты должен воздать должное. არ გინდა სამაგიერო А ты не გადაუხდა хочешь воздать должное. და სულიწმინდა И в этом გეხმარება, случае Дух Святой укрепляет რომ тебя. დარჩე თავდაბლობაში. Чтобы оставаться в звере. შენ თუ ამაყი ხარ, სულიწმინდა არ არის შენი თანაშემწე. Если ты гордый, то Дух Святой не будет твоим помощником. ამენ. Амен. თუ შენ გინდა გიყვარდეს, Если ты хочешь любить, მას ზულ ხარ а он тебя და ненавидит. ღმერთი ხედავს რომ გინდა რომ გიყვარდეს, И Бог хочет, ты хочешь его любить. მაშინ სულიწმინდა И თანაშემწეა Дух შენ. Святой будет помогать. თუ შენ გძულს А если ты сам ненавидишь და ელოდები რომ რაღაც მიუძღოს ცუდად и მას, ждешь, что Бог ему воздаст, მაშინ что სულიწმინდა არ არის в этом თანაშემწე. случае Дух Святой ვისი будет თანაშემწეა помощник. სულიწმინდა? Дух Святой чей помощник? ვინც ღმერთს განადიდებს, Кто Бога славит, უფალს ექვემდებარება кто Богу подчиняется Господу. და იესოს სახელს აამაღლებს. И Иисуса имя превозносит. ის სულიწმინდა გვეხმარება, ნახეთ ტექსტია ერთი და ვნახოთ Вот еще ძვირფასო. один текст, давайте посмотрим.
სულიწმინდა უბრალოდ კი არ გვეხმარება ჩვენ. Святой Дух не просто помогает нам. სინამდვილეში ის ჩვენს თელ პროცესს, ჩვენი სულიერი ზრდის პროცესს მართავს. Он, по сути, управляет всеми процессами нашего духовного преображения. ჩვენ ფასე იყავით მადლიერი, Будьте благодарны. არ გაუშვა ხელიდან სიხარული. Радость не упускай своих рук. ჩაეჭიდე სიხარულს. Вот так вот держись за радость. ამენ. ყველაფერი შეეცდება რომ გამომართვე. ყველაფერი შეეცდება გამოგართვა სიხარული. Да потому что все пытается эту радость забрать у тебя. მაგრამ არ მისცე სიხარული Ну, არაფერს. пожалуйста, не давай эту радость. იცი, რა გართმევს სიხარულს? Что ворует твою радость? ო, ამდენს ვლოცულობ და პასუხი არ არის. Ты говоришь, я столько молюсь, нет ответа. ამიტომ რა გახარებს, кაცო? И ты говоришь, почему мне ა, радость? იტირე, Плачь. იწუწუნე. Радость. რა! И так, არა, არ მისცე სიხარული. Пожалуйста, не давай свою радость никому. სიხარული, თქვი აღარ გავატან სიხარულს Я არავის. никому не дам свою радость. არასოდეს არავის აღარ მივცემ სიხარულს. Я никого и никогда не და ამ радость. ლოდინის პროცესს И во время ожидания, გავატარე ожидания, მადლიერებაში, я буду благодарна, კმაყოფილებაში, буду довольна ამენ სიხარულში, и в радости, ნეტარებაში блаженстве, და სხვაზე დახმარებაში. и помогать другим. და მოდით ბოლო ადგილი ვნახოთ ვიფასებო. Еще последнее место. მალე Писания. კარგად გზნობ თავს. Ты себя хорошо чувствуешь? მალე გაგიშვებ ცახში. Я вас скоро отпущу. უფალი ძალა ჩემი და ფარი ჩემი. Господь щит и сила моя. მას მიენდო ჩემი გული На него уповает сердце და мое. დამეხმარა. Он помог мне. ზეიმობს ჩემი გული Торжествует сердце мое. და ჩემი სიხარულით ვაკებ მას. И с радостью я хвалю его. ამ წუთში მაქვს პასუხი? არ მაქვს? У меня есть ответ или нет? არ აქვს მნიშვნელობა. Неважно. რით ვარ დაკავებული? Чем я знаю? როგორ ველოდები? Как я ожидаю? ველოდები? Я ожидаю. მაგრამ Но მე ვენდობი უფალს. я доверяю Господу. ზეიმობ. Я торжествую. ამენ ხარო Я радую. და ვაკებ იესოს. იმიტომ ის არის ღირსი. იესოს სახელი და ყველა თქვა ამინ ჩვენს უფალს. ება! ჰალელუია და დიდება მას. მოდი წამოვიდეთ.